14 მარტს კულტურის ცენტრ ოდიშში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 9 წლიან მმართველობაზე მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე სკოლის მოსწავლეები არ ყოფილან. სამაუწყებლო კომპანია რუსთავიოვისა და სხვა მედია საშუალებებში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ მოსწავლეები არის სრული დეზინფორმაცია. სამწუხაროდ დღესაც სხვადასხვა არხების ეთერში გასულ სიუჟეტებში გამოყენებულ იქნა კადრები, რომლებიც არ ასახავდა ზუგდიდის რეალობას, მაგრამ იყო წარწერა ზუგდიდი, რასაც შეცვლომაში შეყავს საზოგადოება. მე აქვე ვეხმაურები გუშინ საქართველოსა და განათლების მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას და მე როგორც პედაგოგი 29 წლიანი გამოცდილებით აბსოლუტურად სრულ სოლიდარობას ვუცხადებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. თუმცა კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმას, რომ 14 მარტს დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე დარბაზში არც ერთი სკოლის მოსწავლე არ ყოფილა. მე არ ვიცი ვის, რატომ ან რისთვის სჭირდება დარბაზში მოსწავლეების აღმოჩენა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დარბაზში მოსწავლეები არ ყოფილა. დაუწყებული იყო ყველა ორგანიზაცია, რაც კი ზუგდიდში არსებობს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია და აქედან გამომდინარე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ იმაზე, თუ იქ ვინ მოვიდა. მე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ დარბაზში და ზოგადად შენობაში დოკუმენტური ფილმის ჩვენების დროს არც ერთი ბავშვი არ შეუშვიათ, იმიტომ რომ კარებთან იდგა ორი კამერდინერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებდა ბავშვების შესვლას და არასრულწლოვანების შესვლას დარბაზში.